ვარჯიშიო იწვევსო დამოკიდებულებასო. მე რა იციამდე. ეტრას ვერ მივედი. დამოჩერდები. დავრფივა. მე ძამის ჩანაწერი მინდა რომ ვნახო. რა კითხვა დასვა? შფოთვები და აი შენ რა თქვი რა კარგად ხარ ბოლო ერთი წი რამდენიმე თვე კარგად ხარ ეხა დამეწყო ახლა დაიწყოს მანდ მეც დედა ჩემი ყურება სამები მე რა შეუძლებოდი აქაც არ გადა უბრალოდ არ გვიყურებს კი არა აქაც არ გვისმენს ამიტომ მგონი რომ ჩემი გახდით ქვაბით მოგვიდა. ის კარგად გქონდა ჩამოწევა. ისე ქვაბით თუ შეიძლება. მე ნინი მეგონა თავიდან იყო წორთნიანი. გახსოვს თავიდან კერატინს ეკეთებდი. კერატინს ვიკეთებდი, კერატინს ვიკეთებდი. ხო და მე ერთხელ შემთხვევით კერატინიდან კერატინამდე შევუწარი. და მე ყველაფერი ყველა მოვოდინდა. და მე ნინის ძველი სურათები აღმოაჩინა და მე მივხვდი რომ ჩემი ხუჭუჭა უკეთ. არა საჭირო. იმ სურათების გახსენება ძალიან გთხოვ. ჩასვი რატო აქ? მიესალმე ხალხს. გამარჯობა. რა? გამარჯობა. როგორ ახ? ბიჭო. აი ეს საერთოდ. ჩვენ გვაქვს დღეს საახალწლო ეპიზოდი. დიახ. როდის გავა ეს ეპიზოდი ნინი გადაწყვეტა? 317-დან დღეს ავედით დღევანდელი მონაცემებით ვართ 345 გამომწერამდე. ხო? დიახ, ვისი დამსახურებით იყო მე მგონი, სადაც ერთი წამი დავაჭირეთ ის. ვისი დამსახურებით ჯერ ეს. რა თქმა უნდა შენი, მაგრამ 500-ზე მაინც არ ვართ ნინი. ავალთ, ხვალ საღამომდე ავალთ. ხვალაფერი. ეს მოდი ხვალ 12-მდე გავუსვათ ეს ეპიზოდი, რა იქნება? ხო იცი როგორ ჯოკერს ბოლოსკენ რო არ ყავ, ხო იცი ბოლოს რა ნელა. ესე მე გადაიშა. ნელა ისე მიდის და ბახ. ვсё. ეგა ხარ სულ რაც ახარ ეკა. კი. ან მაგის იქით ვერ წავიდა, შედი გონება რომ გახდით უნდა ასე იშოვება ნატა საქართველოში ფულია მე სხვა ვერაც. OnlyFans-ი ხო არ გავხსნათ. ქართული OnlyFans. უი არის ისე რამე ეგეთი? საქართველოში მასე იშოვება ფული ან იმაში Amazon-ის ტყეში მიდიან და გაგიშვებ ერთი აგიგროვებ. წავიდეთ Amazon-ის ტყეში. არ მინდა. ნინი ვიღაც რო გამოჩნდეს ეს სპონსორი და გვეუბნება რომ აი წადითო. თუ მეშინია ძალიან არ გველი რო დავინახო იმხელა ანაკონდები შანსი არ მაგ. შენ Amazon-ის ტყის დასაწყი. შენ მიგაგდე არ მეცინება საერთოდ. მე იმისიც მეშინია ძალიან მაგ ეპიზოდებს რა უყურე მაიმუნების ძალიან მეშინია და მე არ ვიცოდი თუ მაიმუნის ხორცი იჭმეოდა და ჩემი აზრით ყველაფრის ხორცი იჭმევა. არა ნატა რაღაცას ხო ისა აქვს რა ქვია საზღვარი აქვს აი მაგალითად ძაღლის ჭამას. ძაღლი არის ყველაზე დიდი საჭმე, ანუ ეხა შეიძლება აღარ, მაგრამ ეხლა რომ ძაღლი არის ყველაზე გემრიელი რამე რაც გემიჭამია. ვიცი, მაგრამ რაღაცას ხო საზღვარი აქვს. აი გავიგერო ძროხას ვკლავ. ჩვენთვის. ხო, რა ვიცი რა. თორე რავი ეხა ცხენსაც ჭამენ. ცხენ დელიკატესია სხვადასხვა შორის საფრანგეთში. ეს დაფასებულად იყიდება. მართლა. და იტალიის საფრანგეთში არ მინახავს არასდროს, მაგრამ ანუ ყაზახეთში და ესეთ ქვეყნებში ხერაბაც. დღეს რაზე ვსაუბრობთ? დღეს საუბრობთ. შია მგონი. დღეს ვსაუბრობთ საახალწლო რეზოლუციებზე. ოღონდ იცი როგორ? ანუ რა გავაკეთეთ? ხო. ბოლო წელიწადში, ანუ 2025 წელმა რა მოგვიტანა და რას ველოდებით 2026-ში. ოკეი. ხო, მაგის გარშემო რა, თემატურად. აბა საახალწლო საჩუქრების განყუთვა ვერ გავაკეთეთ, დაგვიგვიანა. ხო, ცოტა ხანში გვექნება ეგ საახალწლო განყუთვა და მე ძალიან კარგი რაღაცები გამოგიწერე. ერთი სული მაქვს როდის? მართლა? კი. აბა ნახოთ. მე კარგი ბჭყალებში. შენ რატო გონე რომ მე ძალიან პირდაპირ ნიშნავ. მაგრამ ნახოთ რა იქნება. ხო, ამიტომ შემდეგ ეპიზოდზე დაევადე. რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში 2025-ში? აი რომ ფიქრობდი ამ ეპიზოდის თემაზე და ამაზე, მგონია რომ ეს ორივეთი უნდა დავლიო თუ რა? ხან ერთი, ხან მეორეც. როლფერონება. ძალიან ბევრი რამე მოხდა 2025-ში. ისეც რომ არ ვიცი, არ ველოდი, არ ვიტყოდი, მაგრამ ხო, დატვირთული წელი იყო რა ჩემთვის. შენთვის როგორი იყო? სამსახური გამოიცვალე. მივალ. ხა მე არ ვიცი რომ ვიყინები და ჩქარო. ვაჩქარე. კარგად იყო. ვაჩქარე მოვლენებს. შენი წელი როგორი იყო? ჩემი წელი ცოტა შტერულად დაიწყო.
მე არ ვიყავი ახალ წელს ჩამოსული. ხო, ალბათ მაგით, მაგრამ წელს ხო ხარ ჩამოსული. აბა ვნახოთ 2026-ი რა როგორია. კარგად დაიწყება. მაგრამ მე სადღაც აპრილიდან, მაისის თვიდან თან რო აი მე რო დათვა. ჩამოვედი ზუსტად მაგ დროს გამოსწორდა. თან რო დათვა, დიახ. თან რო კარგი ამინდები გამოვიდა, მე ძალიან კარგი. სამსახურში სტაბილურად ბედნიერი ვარ. სამსახურში მანდ ხარ რამდენი წელია? მაისში შემისრულდა 7 წელი. 7 წელი. მანდები. რა გიკეთებია 7 წელი? 7 წელი ურთიერთობაში ვარ 7 წელიწადზე მეტია. ოკეი. ერთსა და იმავე მეც ჩემს სამსახურთან 10 წელი ეხა გახდება 2026 წლის იანვარში, თებერვლის დასაწყისში, რაც 10 წელია ერთად. მართლა? დიახ. ვა, კაი ბევრია. დიახ. მაგრამ ძალიან კაი ნიშანია ეგ. ანუ შაკო სტაბილური ეგები. ანუ შაკოს და რატომ მერჩი რა გინდა? მე ის ვარ რა ქვია, მე არასტაბილური ვარ. არ ვიცი, მაგრამ შაკო ვარ, მაგრამ ეხა ეგ რა შუაშია. არ ვიცი, მინდოდა რომ კიდე ერთხელ მიმემართა შაკოს ის უყურებს თუ არა ჩვენ ეპიზოდებს. წინაზე არ დაწერა ის ერთი და რომ ჩემა დაიწერა. უთხრა სხვათა შორის. მართლა, მე რა არ უყურე. არა. მაგრამ და ჩემა უთხრა რომ შენზე ლაპარაკობ. რა იცი რაზე ვლაპარაკობთ შენზე? მე საყვედური ვუთხარი რომ რამდენი ხანია არ გიყურებია თქვენი. წამოსვლამდე ვუყურეო და წამოსვლამდე 2 ეპიზოდი იყო და არ უნახავს არც. მატყუარა. ძალიან ხო, ანუ აი წელს ვიყავი სხვათა შორის ჩემი მოგზაურობების მგონი ცოტა რეკორდი მოვხსენე. საიდანაც 2 შენთან იყო უნგრეთში. ხო, ეგ ბევრი კარგი რა, აი იცი არის მოგზაურობას რო იწყებ ჩემი აზრით, კარგი რაღაცები ხდება ცხოვრებაში, ან დადებითისკენ იცლება ბევრი რამე. ხო, მაგრამ ეხლა რომ ვამბობ რომ ბევრ ქვეყანაში ვიყავი, საერთოდ ბევრ ქვეყანაში შეიძლება არ ყოფილიყარ, მაგრამ ბუდაპეშტში ვიყავი. ორჯერ. არა, ბუდაპეშტში დავიწყე ივნისი, მერე კვიპროსში ვიყავი, მერე ისევ ბუდაპეშტში ვიყავი. კიდე სადღაც საბერძნეთში არ იყავი? არა, არ ყოფილვარ. არა. გერმანიაში? გერმანიაში ხა მივდივარ. არა, არ ყოფილვარ ბევრ ქვეყანაში. ყველა ვიბრალებ, რაც ამ წელს მე ვიყავი ბევრ ქვეყანაში. აბა, რა გენახულება, მიდი აქ. არა, ხო, მოგეთ, ჩემი იმაში ეგ იყო დიდი, ანუ სამსახური დავიწყე ახალი. ანუ შვილის სკოლას არ ვთვლი ახლა 25-ში, იმიტომ რომ 24-ის მიწურულს დაიბადა. მაგრამ სამაგიეროდ დედობის სრული 1 წელი მისრულდება ახლა. ხო, პირველი სრული 1 წელი. ესეც ძალიან, ანუ ახლა დიდი ცვლილება იყო ეგეც ახლა რა, ნოემბერი, დეკემბერი და თან მე მთელი წელი 6 თვე სახლში ვიყავი, მე მუშაობა დავიწყე და კიდე ისა რა ქვია, ტრავმა მაქვს ჩემი დაბადების დღიდან. ყველაზე ცუდი დაბადების დღე მქონდა, რაც კი შეიძლება, ну, არა, ცუდი დაბადება, ეხლა ძალიან ვაჭარბებ ალბათ, რომ ეგეთი ცუდი არ ყოფილა. ის ხალხი იყვნენ, ვინც ძალიან მიყვარს ხალხს. მე ვიყავი რაც მთავარია და ხალხს არაფერს არ ვერჩი, აქედან რო ის რა ქვია ის იყოს. პროსტა აჟიოტაჟი რო არ გამოიწვა. ძალიან ისეთი ის იყო, რომ ჩემთვის მაგალითად ცოტა failed არის, იმიტომ რომ მაგრამ ჩემი დაბადების დღე ყოველთვის მასია რა, ჩვენ ვისაუბრეთ მაგაზე რომ რატო იქ ფიქიზიში რო გქონდა? მე რომ მომბაძე და ჩემის მერე რო გააკეთე. ხა, მან გავერთეთ, ხო, ეგ ძალიან კარგი. მას სხვა დაბადების დღეზე მე არ ვყოფილვარ ახლა. ხო, ეგ იყო ტრავმა. მაგრამ მე გაგაჩერე. დაასახელე ხა? ხო. 3 ხო. კარგი რაღაც რაც მოხდა. კარგი ადამიანები გავიცანი. ერთ სიტყვით თუ არა, ველოდები. 2 სკამი დავიწყეთ. გაგიმარჯოს დიდი. თქვა. გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს, გაიხარე. კარგი ადამიანები გავიცანი. ის იყო რა ქვია, კაი ზაფხული მქონდა, ძალიან cool ზაფხული მქონდა, მგონი ასეთ ზაფხული არ მქონია არასდროს. რაღაცებს რომ ყოველთვის ზამთარში რომ იზიზღება ის სიცივები და ისინი ყოველთვის ვაფასებ, უფრო განსაკუთრებულად ვაფასებ ზაფხულს და ვამბობ რომ ეხა ზაფხული რა მოვა, ამ რაღაცებს გააკეთებ. ნუ ამ რაღაცების შემოიფარგლება ძირითადად აუზზე ბევრი წასვლა და რუჯის მიღება და ასე შემდეგ და ეგ მეორე და რატო ყჭა და აუ მესამე ის არის რა ქვია მე ხო 4-3 წელია ბინაში გადავდივარ და ცოტა გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. გუშინ მაგას მე შენადგილა სამომავლო რეზოლუციებისთვის შემოვინახავ. აუ დავიღალე ყოველ წელს 3 წელია, ბოლოს 3 წელია მაგას წერ რეზოლუციაში, რომ წელს მაინც მქონდეს სახლი.
აღარ მინდა, იმიტომ რომ ჯადუა მგონი ეგ და აი ეგ რა რომ გვირაბის ბოლოს სინათლე რო გამოჩნდა ძალიან მიხარია და რა გინდოდა და ვერ გააკეთე? რა მინდოდა და ვერ გავაკეთე? აუ, არ ვიცი. აუ, ერთადერთი რაზე მწყდება გული, იცი? აი, Udemy-ზე რაღაცა რო გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა. მაგას გავაკეთებთ ალბათ ოდესმე. აუ, კიდე რა. 2018 წლის მერე ყოველ ზაფხულს ვიძახი რომ მოდი ნინი ხა ივარჯიშე რომ სექტემბერში მარათონი ირბინო 10 კილომეტრი ხო და ეგ მოხდა მეოთხედ მაგას ჩავსვავ რა როგორც იქნა დავაყენე საშუალი და მომავალ წელს მინდა რომ 21 კილომეტრიანი მარათონი ვირბინო და გავუწყდე რამდენიანი 21 აღარ დარჩები შვილო არაფერი არა კაი იყო 10-იანი იყო კარგი 21-იანი თან მომზადების garaშე გავხდი. და მე მალევე შევწყვიტე. მალევე რა რო ვირბინე მე აღარც მირდმენია იმის მერე და ხო და ეგ არ შეიძლება. ეგ არის კატასტროფა საშინელება ადამიანის ორგანიზმისთვის ხო და ახლა მარტიდან მინდა დაწყო. შენ ცხოვრებაში რა მოხდა? სამი მნიშვნელოვანი რამე. ანუ როგორც დავიწყეთ ეგან ანუ ახალი სამსახური, ანუ ძალიან დიდი ცვლილება იყო, იმიტომ რომ წინა სამსახურში 5 წელი ვიყავი და ძალიან დიდი ნახტომი იყო უცებ. ამიტომ ეგ 5 წელი გავიდა იმ სამსახურში 2020-ში დავიწყე იქ და 2020 წლის სექტემბერში დავიწყე და 2025 წლის ივნისამდე ვიმუშავე რა მაისამდე ანუ 4 წელი და რამდენი ეგ იყო ყველაზე დიდი ერთ-ერთი საქართველოში ვიყავი 3ჯერ ანუ 2019 წლის მერე ამდენჯერ საქართველოში არ ყოფილვარ და ეგ ძალიან კარგი იყო რა ხო, აპრილში ზაფხულში და ახლა მესამედ რა. გადამასწარი, ჩემ უნგრეთში ჩამოსვლებს გადაასწარი უკვე რაოდენობრივად. და ნუ ორი სკამით დავიწყეთ. მეც მაგას. მართლა ძალიან გიხარია ეგ? ძალიან მიხარია. ეგ მეც მიხარია. ეგ ხო იცი როგორ მოხდა ისა რა ქვია, ნატარი ჯადო ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემი კომფორტის ზონიდან გამოყვანის ჯადო აქვს ყოველთვის, იმიტომ რომ learning wheel-ი რო დავიწყეთ, მასე დაიწყე ზუსტად მაგ მოწერით, რომ ეხაც მგონი სკრინი მაქვს შენახული რა. ნინი არ გინდა რამე ცენტრი, ტრენინგ ცენტრი გქონდეს და ეგ მე მოგწერე რომ that's my dream. და მე მალევე დავარეგისტრირე. ანუ ორ დღეში უკვე Facebook page-ი მქონდა, რაღაცა კონსულტაციებს ვატარებდით და ესა და ასე იყო ზუსტად ორ სკამზეც, იმიტომ რომ ნატა ზოგადად ჩემ გარეშე ვერ ძლებს. კომუნიკაციის garaშე და გადაწყვიტა ჩემთან საკომუნიკაციო ორი სკამი დაარსება. არა, მართლა ძალიან კაი გადაწყვეტილება იყო ჩემი. ეგ იყო აი ერთ-ერთი პერიოდის რა, აი სახლში რო ვიყავი ბავშვთან ერთად და არაფერი სხვა საქმე არ მქონდა. აუ და აი მაგას კიდე ვიტყვი რა, რომ ეგ არის ყველაზე რთული. ამ ცხოვრებაში რაც გამივლია, ეგ ერთ-ერთი რთული პერიოდი იყო, როცა ბავშვთან ვიყავი. დედობის და მშობლობის და ეს მარტო სახლში ვახარ რა. აი ყოჩახ ჩემი აზრით იმ ქალებს განსაკუთრებით რა, იმიტომ რომ ის ქალები არიან, უმეტესად ქალები არიან რა, ვინც სახლში რჩებიან ბავშვებთან და ზრდიან. საო, ჩემი ზარი. არ ვიცი გაუმაჯოთ მაგ ქალებს რა მართლა, იმიტომ რომ მაგრამ ხო, მე ძალიან გამჭირდა. აი ძალიან გამჭირდა. მეგონა რომ ჭკუიდან გადავიდოდი. მესმის ხო? მესმის რა, არ მესმის. ანუ იმიტომ რომ ძალიან ბევრს გასცემ, ანუ მუდმივად გასცემ და ანუ საპირწონედ ანუ ძალიან რთულია მაშინვე დაინახო. ანუ რა თქმა უნდა, ეხა შვილია და რაღაცა პერიოდის მერე ეხა რომ დედას მიზახის ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ აი იმ ლოკალურად ძალიან რთულია. და თან ჩემნაირი ანუ მე ხა ძალიან დაკავებული რა, ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდი, მანამდე ძალიან აქტიური ვიყავი და უცებ თან ხო ქალაქგარეთ გადავედით საცხოვრებლად მანამდე. და რაღაც ქალაქგარეთ ვცხოვრობ, დიდ ქალაქში აღარ ვარ, მარტო ბავშვთან ერთად ვარ მთელი დღე და მაგ დროს ვიფიქრე რომ მეთქი რაღაცა ეგეთი მჭირდება. მე შევცვალა ჩემ ცხოვრებაში. ხო და ეგ იყო, ანუ სამსახურამდე იყო ეგ რა, ახლა სამსახურამდე. რაღაც მარტის პერიოდი იყო, learning wheel-იც მასე დავიწყე. რაღაც მარტშიაც დეპრესია გიგაგა. მაგაზე მივალ, იმიტომ რომ იანვარი, თებერვალი მეზიზღება ეგორით. აი მე, ავი, ჩემი ნება რო იყოს, გადავახტებოდი მაგას. და მარტში რაღაცა იდეებით მოდის, რომ რაღაცა ის. ხო, იმიტომ რომ აი მართლა ეგ ზოგადად ეგეთ დეპრესიულობა და სიმშვიდე მე მკლავს რა. ჩემი აზრით შენც ეგრე ხარ. შენ ცოტა უფრო მშვიდი ხარ მაინც ჩემთან შედარებით, მაგრამ აი იანვარი თებერვლის არა ხო, იანვარი თებერვალი რომ მიჭირს გადაგორება ცხოვრებაში, მასე არაფერი არ მიჭირს. დიდი ლოდის გადაგორებაც. აი დეკემბერი მიყვარს ძალიან. ახალი წელი, აი გიჟდები ახალ წელს და ისე მიყვარს. შობაც მიყვარს და აი მე იანვრის შუა რიცხვების მერე ეგზისტენციალური კრიზისი მეწყება ეგრევე ყოველთვის. ახლა მითხარი სამი რაღაცა.
სამი რა. ანუ სამი რიცხვს ვიღებ, კაი, ხუთი რაღაცა. ხუთი. სამზე ხო პრეტენზია გქონდა, ხო და ეხლა თქვი ხუთი და დავითვლი ამ ხუთს. რა გინდა? რასაც გადაიყოლებდი მომავალ წელს. მომავალ წელს გადაიყოლებდი, ხო, წლევანდელი ცალკე ხუთი არა. ორ სკამს გადავიყოლებდი, იმიტომ რომ აღმოვაჩინე ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს დიჯიტალ რაღაცები ძალიან მომწონს რა, დაედიტებ, არ ვიცი რამდენად მოგწონს ჩვენ ვიდეოების. ედიტი, მაგრამ მაგას გადავიყოლებდი აუცილებლად. კიდე გადავიყოლებდი, რასაც ვაკეთებ ის ძალიან მიყვარს, მაგასაც გადავიყოლებდი სამსახურს. ადამიანებს გადავიყოლებდი. ის გადავიყოლებდი ეს ყველა დღეს. გადაათრევდი ეს. გადავათრევდი 2026-ში. და პირველი დეკემბერია ნატა, როცა ზონდი არ გადამიყლაპავს კუჩა. მაგასაც ვარ გაუბარჯოს. საცივი რატო არ გვი? მაგ ჯანმრთელობას გადავიყოლებდი აუცილებლად, იმიტომ რომ ხო, ბოლო 5 წელიწადია, ყველა დეკემბერს ზონდს ვყალაპავ. ჩემი აზრით, ზოგადად მარტო დეკემბერში კი არა, წელს ბევრად ნაკლებად იყავი ექიმებთან ვიდრე წინა წლებში. ხო. ზოგადად. მე უნდა აღვნიშნოთ რა. მარტო დეკემბერი არის. კი, იმიტომ რომ რაღაცები ვიპოვე ჩემ თავში, რაც ცუდად მხდი და იქნება ემოციური ბალანსი იპოვე და მაგან კარგად შეიძლება, ხო, არ გამოვრიცხა. არა, ბევრად კარგად ვარ წინა წლებთან შედარებით. მიაკაკუნე. არ ვიცი, ხო და გადავიყოლებ მაგას. და მეხუთე რატო ეს მესამე იყო? მეოთხე იყო. ბატყუებს ხო აშკარად. დავითვლი ამას ვუყურებდი დავითვლი. მეხუთეს გადავიყოლებდი, აი წლის მეორე ნახევარი როგორც კარგად ვარ და ბედნიერად ვარ და ასე შემდეგ, მაგ ემოციებს და გაგაცნობს. ხო, აი რაღაცა მასე მაგ პერიოდს აფხულიდან, მაგ ემოციებს გადავიყოლებდი აუცილებლად. ეგ არის. შე? მე რას გადავიკონკრეტა ივნისი და რო მე და გადაგაყოლო, რომელი რიცხვიდან და თვიდან გადაგაყოლო. precision. ანუ ამ გადავიყოლები, ანუ სამსახური ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ. ამიტომ ეს ერთ-ერთი რაც გადავიყოლებ აუცილებლად. კონტრაქტი მაქვს. იმედი მაქვს ისინიც გადამიყოლებენ. მეორე რასაც ორ სკამს, რა თქმა უნდა. ამ ხელზე რო ვიყარებ შეგე. მესამე რასაც გადავიყოლებდი არის ის мотиваცია და აი რაღაცა ძალიან მგონია რომ 2025 წელს შეიძლება რაღაც დედობასთან ერთად, ბევრ რაღაცასთან ერთად ცოტა უფრო გავაქტიურდი. მგონია რომ ცოტა პასიური ვიყავი ბოლო პერიოდი და 2025-მა ცოტა. არა, კაი მოხოდილი ხარო საფუძში. და აი მაგას გადავიყოლებდი სუნთქვას. დუშა. რუსულად რო არ დააყოლო არ შეიძლება. კიდე რას გადავიყოლებდი? კარგ ადამიანებს გადავიყოლებდი ჩემ ცხოვრებაში, ვინც 2025-ში გავიცანი. და იმედი მაქვს რომ წამყვებიან ეს ადამიანები და დარჩებიან. ვიღაცები რა თქმა უნდა, ყველა არა. ხო. და კიდე გადავიყოლებდი რაღაც ახალი რაღაცები ვისწავლე რა 2025-ში. მარტო არ ვისწავლე, ანუ ჩემ ფსიქოთერაპევტთან ერთად ეს რაღაცები და აი მაგებს გადავიყოლებდი რა. რომ ანუ საკუთარი ემოციების კონტროლი არ არის, მაგრამ აი როგორ იცი განსაზღვრა რა, რომ ყველაზე არ შეიძლება ამ ემოციების დახარჯვა, რა ვიღაცები არიან და ვიღაცები არა საჭირო და აი რაც ვისწავლე და მგონია რომ ეხლა ძალიან კარგად ვინარჩუნებ, მაგის გაგრძელებას ვისურვებთ. შვენიერი, ძალიან კარგი. მიხარი, ძალიან კარგი. ნინი, რის დანებება გინდა? აი რა გინდა რომ დატოვო 2025-ში? არავის არ ტოვებ 2025-ში. არაფერს და არავის არ ტოვებ? არაფერს და არავის არ ვიცი, არ მაქვს მაგ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ მანამდე რაღაცას იმას ვიზამდი, რა ქვია, დავანებებდი იდეაში, რამე რომ დომოდა. ერთადერთი, რაც მინდა რომ ფიზიკურად ძალიან აქტიური ვიყო. აი თუნდაც სირბილი ძალიან მიყვარს, მაგრამ მეზარება და მაგ სიზარმაცას შეიძლება დიდი სიამოვნებით დავანებებდი თავს. იმიტომ რომ
ეხლა ძალიან სასაცილოდ შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სირბილის დროს ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ და მაგრამ ამავდროულად ძალიან ზარმაცი ვარ, იმიტომ რომ ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის კონდიციამდე რომ მივაღწიო, რომ სანამ როცა ბედნიერი ვარ, მაგისთვის ძალიან ბევრი შრომა მჭირდება. მეც რა მაინტერესებს, ან ძალიან ხშირად იძახიან, რომ ვარჯიშიო იწვოსო დამოკიდებულებასო. ვერ კონდიციამდე ეს ვერ მივედი. დამოკიდებული გავხდე და შენ ციზიარებ ხარ ამბავ. აი ეს ვერ მივედი მაგ დამოკიდებულებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბედნიერს მხდის, მე რას გულისხმობ იცი რაღაცა 5 კილომეტრი პლუსი სირბილი რა. ეხა 1-2 კილომეტრი ნებისმიერ დროს შემიძლია ვირბინო. ხაც გაიცა. ახლა შემიძლია რომ გავირბინო, მაგრამ 5 კილომეტრი პლუს სირბილს ცოტა დიდი ეფორტი გჭირდება რა, რომ მამდე მომზადება ჭირდება. მე დავარბოდი ხოლმე ყოველ საღამოს. დავარბოდი? კი. სად? გერმანიაში. მართლა? აი ესეთი, მასეთი იდეალური გარემო არ მქონია არსად და არასდროს სარბენა და მაგიტომაც არ მირბენია ისმე. ანუ დავარბოდი ყოველ დღე. ეს სემესტრში იყავი გერმანიაში, ზაფხულის სემესტრში? ხო. ოღონდ ძალიან ციოდა ჩემ ტყის პირას ცხოვრობდი პირდაპირ. ირმები დადიოდნენ და ბაჭიები დასკუპუნებდნენ. მართლა. რა ბედნიერი ძალიან კარგი ადგილი იყო და ყოველ დღე დავარბოდი. ხო. ზუსტად 9 საათი. ყოველ დღე 9 მაგ დროს დავიკელი ყველაზე მეტი, ყველაზე დაბალი წონა რაც ყოფილი ვარ ცხოვრებაში. ოღონდ აი არაფერი არ შემიზღუდავს რა საჭმელი, ჩვეულებრივად ვიკვებებოდი. ხო. და მაგ დროს ვიყავი ყველაზე ისე და ძალიან კარგი იყო. აი აქ საქართველოში ჩამოbrunდი მე დეპრესია დამემართა მაგიტო ჩემი. არა, საქართველოში მე მაგალითად ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვერ დავრბივარ არის ძაღლების მეშინია ძაა და ესე ყველგან ვერ ირბენ რა, აი ლისზეც ვერ ირბენ, ცოტა ისეც გაცარიან ძაღლები? ხო, ბევრნი არიან. აუ ხო, ვიდეო მაგთან ახის უცხოელი რო არის. საკმაოდ ბევრნი არიან და ჩემთანაც ავჭალაშიც ძალიან ისეთია, რა ქვია, არა შეღამებულში უნდა გავიდე, რომ ცოტა შეღამებული როა და ცოტა სარბენი ბილიკი იყიდე. აუ არ მომწონს სარბენ ბილიკი. შენ ერთხელ იცი სარბენ ბილიკზე რა დამემართა? და არა. უკვე დიდი ხომში მქონდა სარბენი ბილიკი ნაყიდი. ნაქირავები არ გახსოვს ეგ რო გითხარი? ნაქირავები კადო შეიძლება ქირავა. კი. ასლარაც, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მიხნითი ქირავე. ერთი თვე მქონდა ნაქირავი, ერთი ან ორი თვე და ვიცოდი რომ მე მომბეზრდებოდა და მოდი ნინი დატესტე ჯერ ქირავობა და მე თუ რამე და თუ გაგისწორდა იყიდე და სახში ვარ და ძალიან კომფორტული იყო. ძალიან კაი იდეაა ის. რანაირი სარბენი ბილიკი მქონდა, იცი? ესე ხელი მოსაკიდებელი არა, just ის იყო, რა ქვია, ხომიუხდაც არის დასარბენი და წინ მქონდა ტელევიზორი და რაღაცა შტერობას ჩავრთავდი, მაგ დროს უფრო ვერთობოდი ხოლმე და თან დავდიოდი და ცოტათი დავრბოდი რა და ნუ მე რა ვუწევდი, პულტი ქონდა რა ცალკე და იმ პულტს ვუწევდი და ერთ დღეს ესეთი რაღაცა მოხდა რა ძალიან ავაჩქარე რა და ხელში მაქვს ტელევიზორის პულტიც და ამ სარბენი ბილიკის პულტიც და უცებ ინსტინქტურად ვისროლი ამ სარბენი ბილიკის პულტი იმაზე რა ქვია დივანზე და დავრბივარ და ვერ ვაჩერე რანაირი იცი ეგ ისტორია რომ ჩამოუვარდი და ხელი რომ მკიოდა ანუ მოვავდი ნინი მაგ ისტორიას დარწმუნებული ვარ ძალიან მოვადი ასე მგონია და ესე გადავაგდე ეს სარბენი ბილიკის პულტი შევჩა ტელევიზორის პულტი ვამჩერდები დავრბივარ მე ძამის ჩანაწერი მინდა რომ ვნახო დავრბივარ ბოლოს უკვე დავიღალე აღარ შემიძლია და ვეცადე გადმოხტომა რა და ესე არ ხდება რა ეს გადმოხცალი ფეხი მაინც რაღაცნაირად რჩება და გავსრიალდი და ძალიან მკიოდა ხელი ძალიან სულად დავეცი ეს იყო ჩემი სარბენი ბილიკის კამერები არ ქონდა დაყენე არა და ჩავაბარე გონ მეორე კვირასვე ჩავაბარე მაგრამ ძალიან კაი ის იყო რა ქვია არა სარბენი ბილიკი არ მომწონს იმიტომ რომ სირბილის დროს მე ყურსასმენებშიც არ უსმენ მუსიკას ირგვლივ რაღაცების ყურება მიყვარს და მე ყურსასმენებში მე დაჟე არა დასაკეთებდი იცი კიდე რომ დავრბოდი Samsung Health-ი მქონდა ჩართული და ის მომოტივირებდა ვერტას გეუბნებოდა აი რაღაცა ყოჩაღი ხა დაიწყე და кайგო იგივე რა არასდროს არ გამომდგომია ცხოვრებაში მაგის გარდა ყოჩი გეუბნებოდა რაღაცა ანუ მუსიკას უსმენდი თან და თან პარალელურად ეს მეუბნებოდა რომ აი ყოჩაღი ხა ძალიან კარგი ტემპით დარბი ხარ და ასე გააგრძელე და მუსიკის მოსმენა, როდესაც დავიწყე სირბილის დროს, ჩემი სუნთქვის ტემპი ძალიან ცოტა მუსიკას ერგებოდა რა და იქ ნერვებს მიშლიდა, რომ რაღაცა ვერ ვაწევდი რაღაცა. მუსიკას უსმენდა. რაღაცა ის რა ქვია, music for running ან
და მოკლედ ეგეთი ის იყო რა. მეც გადავიყოლებ და კიდე ცხოვრებაში პირველად გავძელი იოგა, ეს იყო რაღაცა იოგა პილატესის გაკვეთილი. ორჯერ ორზე მეტზე რო ვიყავი, ანუ არასდროს, ანუ ყოველთვის პირველივეს მე ჩერდებოდი ხოლმე და პირველად ვიყავი ორზე. და ოღონდ მეორედ ისეთი საშინელი მასწავლებელი, ანუ ის ვინც იყო ინსტრუქტორი, პირველზე სხვა იყო და მეორეზე სხვა და მომკლა, მართლა მომკლა, რაღაცა სიმძიმეები ჩამოვკიდა ფეხებზე. ეს სიმძიმეები მოვიხსენი შუა იმაზე გახვიტკული. გავაჩინე 3 კილო ნახევარი 9 თვის წინ შემიწლია. ხო, მაგრამ ანუ ორზე რო ვიყავი, ეგ უკვე ჩემთვის გადახდილი მაგთან მეტის. ეხა იმედი მაქვს რომ დავბრუნდები კიდე მიმიღებს. ჩემს ცხოვრებაში ოქტომბერში გამოჩნდა პილატესი. რომელიც ჯილდოს იმსახურებს ის ადამიანები და ის გარემო, რომ მე ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი 3 თვე ესე გადაბმულად არც ერთი ფიზიკური აქტივობა არ მქონია რა, ესე ჯიმნეზისღება კუთიანი კაცები ძალიან მიშინია და აი არასდროს დაიხურა. ეგ მქონდა ერთი პლუსი და დაიშანი სამყაროსგან და არ შეიძლება მაგის ბოლომდე გამოსვლა. კარგი, ეხლა მოდი გადავიდეთ ჩვენ დასკვნის ნაწილზე. ისე 2026 წელი ახალი რა გინდა რომ მოგიტანოს? აი ამ წელმა. ბევრი საჩუქრები. აუ სიზარმაცი არ მინდა რომ გადამყვეს რა, რაღაც ბევრ რაღაცებში განსაკუთრებით ფიზიკურ აქტივობებზე. მინდა რომ ის ემოციები რაც ბედნიერი ვარ გადამყვეს 2026-ში. და სახლში შევიდე. აი ეგ მაქვს 2026-ის გეგმა. ხო და მონატოლოგია. არ ვიცი და 1 2 3-ის მერე რომ მიამატა ის რაღაცა. სმას მინდა თავი დავანება. ეს გამოვაჩინე. ეს უალკოჰოლო არის ეს. არა, სმა არ მაქვს პრობლემა. აღარსო მინდა. სამეს ადრეს ვამდენი აღარსო. გამოსწორებული. ახლა დაიწყოს მანდამეც დედა ჩემი ყურება სამები. აი მე მართლა ვფიქრობ, რომ იმდენს აღარსო სამესებს ვამდე. დიდი მადლობა. ხო, არა, სმა პრობლემას აღარ წარმოადგენს და მინდა რომ რაღაცა მოგზაურობა ძალიან მომეწონა. ხო, რაღაცა ნელა. სიარული არა, просто სადმე ჩახვიდე და დაჯდე ხო? თქვენ საქართველოსთან წასვლა მიყვარს და მე ეგ მომწონს ვიდრე მოგზაურობა. აქედან რომ გავდივარ, სულ ბედნიერი ვარ ხოლმე და ამიტომ შეიძლება ეგ მომენტია და წელს ანუ 3-ზე მეტჯერ არ გავსულ ქვეყნიდან. ის Google-ის ისკანი რა ქვია თუ და ის იანვარი, თებერვალიც არაფერს არ ვაკეთებდი? არ ვიცი რა. ბათუმში იყავი ბევრჯერ. ბათუმში სადაც დავდივარ ხშირად. ეშლება. ზოგადად ვერ ჯობნი, მაგრამ დავდივარ. ბათუმში ბევრჯერ. შენ? მე მინდა რომ უკეთესი დედა ვიყო. ანუ მგონია რომ კარგი დედა ვარ, მაგრამ უკეთესი. კიდე მინდა რომ უკეთესი რა მხრივ? რავი, ყველა მხრივ, ესე რა კონკრეტულზე არ მაქვს. ან მე შენ გიყურებ რანაირი დედაც ხარ და მე არ მგონია იმის ემოცი თუ რაღაც არსებობდეს და თუ არსებობს მითხარი. ამ კომპლიმენტს, თუ არსებობს მითხარი. აუ, რავი, რაღაცა მგონია რომ რაღაცები შემიძლია. შპაგატში ჩაჯდეთ. არა, უფრო რაღაცა ანუ ვერ ვიძახი ახლა კონკრეტულს, მაგრამ მინდა ეს რომ რაღაცა სტანდარტი ზემოთ. ვა, კაია. ეგ მინდა. მე რო გაიზრდება კრავე და თუ ისე ვიარსებებთ, როცა უკვე დარჩება ეს ვიდეო. მას შეიძლება რომ ამ რაღაც როცა შეიძლება მოსმენა და გაანალიზება ყველაფერი და ჩვენი დაცინვა. მე შევაფასოთ აბა ეს. წარმოიდგინე რა კრინჯობა იქნება იმისთვის ჩვენი ვიდეოების ყურება. იმისთვის კი არა, აგერ ელენე და ის არ გვიყურებს შენი დიშვილები. ის დიშვილები არ გვიყურებს ხო? 19 წლისები, 20 წლისები არ და რა მითხრა? რაღაცა მითხრა ელენემ, რომ ზედმეტად რაღაცნაირები ხართო რა, რაღაცა ასაკს გაუსვა რაღაცა. ერთი ეგ მინდა. მეორე მინდა რომ აი რა არის, ვფიქრობ ხოლმე რომ ხანდახან მინდა დღეღამეში უფრო მეტი საათი იყოს. რომ უფრო მეტი რაღაც მოვასწრებ, რომ ხანდახან არ მყოფნის და ბევრი ეს სამსახურის რაღაცები არ ყოფნის და ოჯახთან ურთიერთობა. აი ორივეს ხო ერთად ვცდილობ მე გაკეთებას და აი ორივესთვის ერთად მე ცოტა მეტი 4-5 საათით მეტი რო გქონდეს დღეღამეში ძალიან კარგი იქნება. აუ გაათრია. არ მინდა. 2 სკამის მეტი ფოლოვერიც მინდა.
შენ არ დაუთმე ამას, აი 500-500-იო იცახდი და რავი. ადგილი ვერ ჩასვე. დღეს ჩვენი ერთ-ერთი მენეჯერი არ ვიცი ეს რამდენად ის არის კარგი ახლა რომ მომყვე, მაგრამ ხატიამ წერს რომ ხატიას მოკითხა, იმიტომ რომ ხატია მართლა უყურებს ჩვენს ეპიზოდებს. აი მოგგვიმოწ ამასობაში subscribe. რამდენი? 46. მართლა და ახალი თანამშრომლები ვინებიც მოვლენო, იმასო გამოვაწი და კაცის შვილმა არ იცის რას ეუბნება ამ ხალხს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ვიქრინჯები იმაში რა ქვია იმ რესტორანში რომ მივდივარ სადაც ეგ მუშაობს რომ აი ეს გოგო არის რომ გადაწყვიტა რომ ესე ძალიან ბევრი ხო სადღაც ასამდე ხო ხატია და აი ძალიან ცხენია იმიტომ რომ აი წარმოიდგინე ბავშვმა არ იცის რომ რებ ხალხს და რა ცხენია კიდე რა სახლი მინდა მოკლედ მეც რომ დავამთავრო შენ მარტში უკვე ასრულებ ჩამგვარდეს კი და ნახე ნატა რაც ორი სკამი გავაკეთე იმდენი ფული ვიშო შენ სახლი გააკეთე, მეც ვაკეთე. ეგ სახლი ორი სკამამდე დავიწყებ, ეგ სახეს კიდვა სხვათა შორის. და მოკლედ ის არის რა. ანუ კაი წელი გვა, კაი. შენ იცი რომ სხვათა შორის ტოპ ისინი რა ქვია, ვინც არის, რასაც უყურებ ახლა ასტროლოგიაში და მთელ ამბებში. მაინც ჩაჩარა. კირჩხები და ვერძიც ეკვეხება ხოლმე რა. ლომი და კირჩხები ძალიან იმაშობია რომ ოღონდ ხო დედამაც ხო გვითხრა რომ კირჩხების დასაწყისი წელია მე ვხდები მილიონერი დასაწყისში და ბოლოში ჩემი არის მერე 30 ივნისი როგორც მახსოვს მე ხო ვიცი მე გამომძალავს ისევე რაღაცა მაგის ხარჯზე გახდება მილიონერი კი მაგრამ რამდენი მილიონი მქონდეს რომ გამოძალვის აი ამასინაც იმაში იყო რა ქვია კაცებში იყო მე ხო კაცების ძალიან აქტიური მაყურებელი ვარ და ვიღაცამ დაკარგა მოკლედ რაღაცა ინტერნეტით რაღაცა რო გაიჩნდა ძალიან დიდი რაოდენობის ახლა პირობითაც თქვა 500 მილიონი და ესენი შეწუხდნენ რა და ერთ-ერთი ამბობს რომ 500 მილიონი და ან დასაკარგი რომ 5 მილიონი რომ მქონდესო მაინც კაი ანუ რაღაცა მაქვს უკან სხვა მილიონები რომ რაღაცას კარგავა და ასე რომ არ გინანებოდეს ნატა გაცემა ხო მაგ იმის რა ქვია და მქონდეს დასაწყისში შენ მომეცი და შემდეგში მე ჩაგასესხებ ნინი მქონდეს არ არის პრობლემა აგერვე აი ამდენი ჩვენი აუდიტორიის ხელა ერთ რაღაცას დავამატებ რამდენიმე დღის წინ სუფრაზე რო ვიყავით და ესე სადღირძილოებით ჩამოტარებით რა იყო შოთა არ ვიცი გიყურებს თუ არა ჩემი სადღირძილოს ჯერი არ მოვიდა დავიშალე ძალიან მოვიდა არა ერთხელ თქვი და მოვიფიქრე მოიცადე გაჩუმდი ერთწევი ადამიანს და გამოვლა ვაიმე ხო ჩაირთო და ახარ გამოიწვა. აუ, იცი რის სადღირძელო მინდა და რომ მეთქვა? აბა მიდი. და ახლა ვიტყვი. შოთა ჩიქა დაიჭირე აღონ სალომი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ერთგული მაყურებელი და შოთა ჩაუგდა ზუსტად ეს წამები რა, თუ მთლიან ეპიზოდს არ გვიყურებს ამ სადღირძელოს ხმა მინდოდა რა. ყოველთვის სადღირძელოებზე ვამბობთ რომ რა ვიცი, მშობლები, დედმამიშვილები შვილები, ქმრები, ცოლები და ასე შემდეგ და ძალიან იშვიათად მესმის საკუთარი თავის სადღირძელო. ანუ საკუთარ თავს ჩვენ თავებს გავმარჯოს, იმიტომ რომ ამ წელს ბევრი რაღაცა ძალიან რუსულ ამბავში რო წახვედი, იცი? არ ვიცი, რუსებს აქვს ეს ზანას. მართლა არ ვიცოდი. ზანას მაშინ. არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან გული მწყდება, რომ ძალიან ბევრ ყურადღებას ვაქცევთ სხვებს. თუნდაც სადღირძელოებში და ჩვენ თავი ცოტა ფსიქოთერაპევტისგან რაღაცები გადმოვიყოლეთ, მაგას გულის. მართლა? ხო შევიდე. ძალიან კარგი ფსიქოლოგი მყავს. რეკომენდაციას ვუწევ. ნომერი უნდა ამბობ. так რო ურეკავ. ხო და ესე დავასრულებ მოკლედ ჩვენს დღევანდელ ეპიზოდს და თუ არასრულებთ არა, თუ გინდა არ დავასრულოთ, მაგრამ 2025 წელს ესე ამ სახალხო მე რო აღარ ვსვამ, ხო იცი ძალიან მალებით რომ იმ დღესაც საოსნო, რა ვიცი, რა გარეთ რო გამოვიდე, რაღაც ტრიალებ და რაღაცები. საკანოში და თუ არ გახდი, მადლობა. კი, მეც მადლობელი ვარ საკუთარი თავის და ჩემ თავს ვუხდი მადლობას. რომ ძალიან ბევრ რაღაცას გავუძელი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მართლა ბევრ რაღაცას გავუძელი. ამტანი ადამიანი აღმოჩნდი. ბევრი რაღაცა დავაძალე ჩემ თავს და გამომივიდა და ბევრი რაღაცა შევძინე 2025 წელს და ძალიან მიხარია რა რომ ეს 2025 წელი მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ახლა ისე პოლიტიკაზე აღარ წავალ და ჯოჯოხეთი ხდება
მაგაზე ვისაუბრეთ უკვე ჩვენ წინა ეპიზოდში, მაგრამ თუ მაგას გამოვრიცხავთ, პირადამებში ძალიან ბედნიერი ვარ და ერთ რაღაცას დავამატებ მე 2026-ში ხე კარგი რაღაც გამახსენე რა, რომ ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ აი შვილი რაც მეყოლა იმის მერე განსაკუთრებით უფრო ხშირად ჩამოვდივარ კიდევაც და თან უფრო ხშირად მეფიქრება იმაზე, რომ მე საქართველოში დაბრუნება მინდა. ანუ აი რაღაცნაირად ეგ უფრო მეტად მინდება ხოლმე რა. ხო. კი. რატო? შენ გინდა დაბრუნება თუ კრავი გინდა რომ გაიზარდო საქართველოში? ორივე. ანუ გულწრფელად მინდა რომ აი რომ ჩავოდივარ, იმდენად ბედნიერი ვარ და კარგად ვარ აქ. ოკეი. რომ მინდა რომ ისევე აქ ვიცხოვრო და ხო. ოღონდ მე რომ ვიაზრებ რეალურ სიტუაციას, ანუ მე ხო ძალიან ესე მიკროსამყაროში ჩამოვდივარ, ანუ მარტო ძალიან ადამიანებთან, ვინც მიყვარს და ვისთანაც კარგად ვარ და იმის იქით არ ვიხედები ხოლმე ძირითადად და ერთი დროც არ გაქვს. ხო, მაგის გასახედად. და იცი რა მინდა რომ აი რეალურად ისეთი სიტუაცია იყოს 2026-ში. რომ დავიწყო იმაზე ფიქრი, რომ აი დაბრუნება შემიძლია. აი თუ ანუ არ იყოს რომ დაუბრუნდები 2026-ში, თქო რა, აი დავიწყო უკვე იმაზე ფიქრი, რომ 2026-დან შემიძლია. კარგი ამბავია. ძალიან გამიხარდება. შენ თავს რას უსურვებდი? გაძლებას ჩემი გაძლება. არა, რავი, ხო, კარგად მივდივარ და ესე გავაკეთებო რა, მაგას უსურვებ. კარგად პირადში სამსახურში. ორივეგან, სამივეგან, ყველგან რა. ანუ მგონია რომ ცუდ ნოტაზე არ ვარ ესე ამ ეტაპზე და რამდენი ხანი არ გამიგია ეს სიტყვა ცუდ ნოტაზე არ ვარ. ძალიან მაგარია. ხა იტყვი რუსულ შესატყვის ამისას და არ ვიცი, მითხარი? არ ვიტყვი. ოკეი, გაგიმარჯოს ნეტა. ამ სახალწლო განწყობაზე. შევხვდებით 2026-ში, ხო? აუცილებლად შევხვდებით 2026-ში, იმიტომ რომ ეს ეპიზოდი კვირას წესით უნდა მე თუ ეს ვიდეო გადავიტანე მაკის კომპიუტერში და მე ავტვირთ, არა, კვირას წესით უნდა იყოს აუცილებლად და ჩვენს 346 გამომწერს და არა მხოლოდ ძალიან ბევრი ხართ, ვინც არ გვასაბსკრაიბერებს და ისე ნახვები გვაქვს 50000 მეტი. რა 50000 მეტი? ნატა 55478 ზუსტად რომ მახსოვს. ძალიან ბევრი ნახვები გვაქვს მაგასთან შედარებით. ხო ChatGPT-ს ვკითხე ამას წინათ და უსკრინე ყველაფერი ჩვენი მონაცემები და მე მაგას შეიძლება ვაკეთებდი. მართლა და ესე ვთხარი რომ მაისში გვაქვს პრობლემა. მაისში მოსკენით რაღაც ეკითხი და ChatGPT ესეთი რაღაცა მითხრა რომ დამწყები იუთუბერებისთვის ამ თვეების განმავლობაში თქვენ რაც კლიკები გაქვთ, ეგ არის ვიუები რა, კლიკები ნახვები ერთად გახსნები, საშუალოზე მაღალიაო რა, მაგრამ გამომწერები გყავთ ძალიან დაბალიო. რაც იმას ნიშნავს რომ ენა დამება უკვე. რაც იმას ნიშნავს რომ გამომწერებზე გაქვთ სამუშაო და რაღა ვიმუშაო, მართლა ხوار გავიხდი. მაყონა გაიშალო 500 გამომწერზე. მე რატომ მგონია რომ ჩემი გახდით? ჩემი ასეთ კომენტარებში რა დაგვიწერო, დაგაფოლოვებთ თუ არა დაგვასაბსკრაიბებთ თუ არა. ყველა ამ სიტუაციაში ნუ გამახდებინე. რა უნდა გაიხადოს, მოდი ესეც. ანუ ბოლომდე გაიხადოს, სანამდე. ის ერთი ის ყო გვეთამაშა რა ქვია, ბურა გახდეს. კითამაშია. ბურა. აია გახდაზე. ჯოკერი კი. 400 ჩამოხდები და ეხა კიდე. ძალიან მეცინება. ძალიან მეცინება. მე ჯოკერი კარგად ვისწავლე ბოლოსკენ თუ ხო შეგაქებინე ბევრჯერ. რაღაცა მეგაშაკა მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი. ოკეი. კაი, წავიდეთ ნელ-ნელა დასასრულისკენ. გილოცავთ წინასწარ. კი არა, ანუ უკვე ახალწელს, იმიტომ რომ ეს ეპიზოდი 2026-ში გავა. კი. მინიმ თუ დააყენა საშუალო არა, კი, აუცილებლად დავაყენებ. ეს ალკოჰოლის ყველასთვის ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი. აუცილებლად და 2026 აუცილებლად რანაირადაც ჩემი ბინის შემთხვევაში გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, მასე ჩვენ ქვეყანას უსურვებდი, რომ ჯერ არ ჩანს გვირაბის ბოლოს სინათლე, სადღაც უკუნეთში ვართ, გვირაბში ვართ. 26-ში რომ გამოჩნდეს, აი მე მაგალითად თანახმოვარ. ხო, სინათლე ცოტა რომ ჟუტავდეს რა. იმედი რომ გამიჩნდეს რომ შემოდის ეს. აი იმედი რომ გამიჩნდეს რაღაცა რომ აირი აქვს ამ ქვეყანაში დარჩენას, ეგრეც ოკეია 2026-ისთვის და მაგას უსურვებდი ჩემს ქვეყანას, რომ ეგეთი ამბები ჩვენ მე რამდენი ვაჭახონე ჩვენ თავებს გაუმარჯოს და ყველას დავლოცავთ. რა დავლოცავ ესე? კარგი ახალი წელი ყველას მე ძალიან მიყვარს ახალი წელი და
გამოუგზავნეს საჩუქრები. ცხოვრობს ვინ თუ საჩუქრების გამოგზავნა გინდათ კომენტარებში დაწერთ დაგიკავშირეთ. არის ყველას. მივიღებ. ოკეი. შარდ. კარგად. გამიყინე ვეღარ გზავნა. Let's go. შენ დაგენძინა ხო ამასობაში პიტი? ანუ აქაც არ გვიყურებდა. ავე. ადგილ გვისმენდა.